19 ივნის წალენჯიხის კინოთეატრის დარბაზში ჩატარდა საღამო, რომელიც მიეძღვნა ორმაგი მოწამის, ბერადაღკვეცილი პირის, მამა ვასილ ფირცხალავას ხსოვნას. საღამო მეურნეობის საჯარო სკოლის დირექტორის ნანა მიქავასა და პედაგოგის ხათუნა შედანიას ორგანიზატორობით მოეწყო. ორგანიზატორებმა საპასუხისმგებლო მისიას წარმატებით გაართვეს თავი. მეურნეობის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ვასილ ფირცხალავას ცხოვრების სულიერი ღვაწლის უცნობი დეტალების გარკვევით რესურს ცენტრის უფროსის რუსუდან სამუშიას მიერ გაზიარებული შთაბეჭდილების შემდეგ დაინტერესდნენ და სწორედ რესურს ცენტრის უფროსის თანადგომით მეურნეობის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესკურსიით ბეთანიაში გაემგზავრნენ, სადაც შეხვდნენ სასულიერო პირებს, მოინახულეს ვასილის უფლის ჩარავანდედიანი გზა, რომელიც მას წმინდა იოანესთან გაუვლია. ასევე ისინი ქალაქ თბილისში ეწვნენ 105 საჯარო სკოლას, სადაც ჩატარდა ბეთანიელ წმინდანებზე მიძღვნილი ღონისძიება. თბილისიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითონაც გაუჩნდათ სურვილი წალენჯიხაში მოეწყოთ მამა ვასილ ფირცხალავასადმი მიძღვნილი საღამო. ორგანიზატორებს საღამოს მოწყობისთვის დაახლოებით 1 თვე დასჭირდათ. მამა ვასილის შესახებ საჭირო მასალების, ფოტოებისა და წერილების მოპოვებაში ღონისძიების ორგანიზატორებს დახმარება გაუწიეს სოციოლოგმა ლევან ფირცხალავამ და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა. მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ღონისძიებაში და შესანიშნავად გაითავისეს როლები. მათ დარბაზში მოწვეულ სტუმრებს გააცნეს მამა ვასილის განვლილი ცხოვრება, წაიკითხეს მისი წერილები. გამოვაფხიზლე შენი სიმართლით. მოყვეცი ძმენა, ძალა, ერთობა. თემი მოყვეცი სწორედ იმართო, წმინდა მამები. ვის გზაზეც მადლი, რათა საუბრობდა. ვის სიტყვას ერქვა, რეკვა ზარების. ვისი სიწმინდეს ტაძრებს აგებდა. მეოთხე საუკუნის კეთილმოწამეთა და ბერთა შორის წყინავს მამა ვასილის უფლის ჩარავანდედიანი გზა. გზა, რომელიც წმინდა იოანესთან ერთად გაუვლია. გზა, რომელიც წმინდა გიორგის მეუღლებით გაუვლია. დღეს სამედლო განსაკუთრებული რგონობით ცდილობს აღასრულოს ამდენი ამ წმინდანთა სულიერი შვილისა. ვერეთრით ხვერცა, რათა შეუძლო შეწოდება უმეცრებასა შეაქმნილი და დაუბრუნოს ბეთანიას ღირსი მამა. სოფლოს ზომში მცხოვრებ, საშუალო გლეხის ოჯახს, რომის სიახში, რელიგიის მძიმე დევნილობის დროს რჩეული შვილი იშვა, ქადაგებელი ქრისტეს ჭეშმარიტებისა. ასევე საღამოზე დამსწრეები პერიოდულად თვალსადენებდნენ ფოტოებს, ბეთანიის კადრებს და უწმინდისესა და უნეტარესის ილია მეორის მიერ შესრულებულ საგალობელს. მამა ვასილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში თავიანთი წვლილი წალენჯიხის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქალთა ანსამბლ მაფშალიას მომღერლებმაც შეიტანეს. ორგანიზატორების თხოვნით მათ რამდენიმე ქართული საგალობელი შეასრულეს. კინოთეატრში ჩატარებული ღონისძიების დასასწრებად მიწვეულები იყვნენ თბილისიდან, საპატრიარქოს წარმომადგენლები, წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, წალენჯიხის ზუგდიდისა და ცაიშის სასულიერო პირები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ქუთაისისა და ჩხოროწყუს რესურს ცენტრის უფროსები, კოჯორის ბავშვთა სახლის პატარები, ზუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები და რეგიონიდან მოწვეული კორესპონდენტები. საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის მოწვეული სტუმრებისთვის, კოჯორის ბავშვთა სახლის პატარებისა და ზუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღონისძიების ორგანიზატორებმა საჩუქრები გამოყვეს. საღამოს დასასრულს სიტყვით გამოვიდნენ საპატრიარქოდან ჩამოსული სტუმრები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და რესურს ცენტრის უფროსი. დიდება უფალს დღევანდელი დღისათვის. დიდი მადლობა მინდა მოვახსენო სტუმრებს აქ ჩამოგზავნებისათვის. დღევანდელი დღე მართლაც განსაკუთრებული დღეა. ცოტაც არ იყოს ბრელა, რადგან თქვენს წინაშე მეტად საპასუხისმგებლო მისია ვიტვირთეთ. წარმოგვეჩინა ორმაგი მოწამე, ღირსი ბერი,
მამა ვასილ ფირცხალავი. ალბათ ღვთიურმა ძალამ ინებამ მადრი და სითბო გამოესხივებინა ამ წმინდან ბერს ძალენჯიხის მეურნეობის საჯარო სკოლაში. და ერთი არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, რომ პროექტი, ესეთი დამეგობრების პროექტი სკოლების შედგა და ჩვენ გავუმართიანდით ახალი ამ საუკუნის ახალი მოწამის ბერი ვასილ ფირცხალავას სახელის ირგვლივ. მე მინდა მცირე მივიღო თქვენი ყურადღება და წარმოგიდგინოთ ის სტუმრები, რომლებიც ამ დარბაზში იმყოფებიან. ამ დარბაზში გახლავთ საპატრიარქოს უწყებანის რედაქტორი ქალბატონი მარია გაგნოვა. ამ დარბაზში არის ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ ასათიანი, ჟურნალ ხაროზის რედაქტორი ქალბატონი ნანა ბაგრატიონი, ქუთაისიდან მყავან სტუმრები და ახალი გაზეთის კორესპონდენტი სევინა ჭრელაშვილი, ქუთაისის რეგიონალური ორგანიზაციის ენა მამულის სარწმუნოების წარმომადგენელი ჟურნალ კრიალასონის რედკოლოგიის წარმომადგენელი და ყველაზე მთავარი კოჯრის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, რომლებიც იქ სამწუხაროდ უკან რიგებში ზიან, იმიტომ რომ ადგილები წინ დაკავებული იყო. მე მინდა განსაკუთრებულად მივესალმოთ და მომეფეროთ ამ პატარებს, რომლებიც კოჯრის ბავშვთა სახლიდან მოხვდნენ. თქვენკი ის მომავალი თაობა ხართ, რომლებმაც ჩაიხედეთ ღრმად ერთი ბერის ცხოვრებაში. ეს თქვენთვის ყოფილიყოს კიდევ მრავალი ადამიანის, კიდევ მრავალი მორწმუნე არ აქვს მნიშვნელობა ეს სასულიერო პირი იქნება თუ საერო აი მათ წარმოჩენაში. თუ არა საქართველოს იმდენი ყავს, რომ შეიძლება დიდ რუსეთსაც ეყოს და დიდ ბიზანტიასაც და რომის კათოლიკურ ეკლესიასაც ეყოს და კიდევაც ესე იგი მორჩეს. ჩვენ თითქმის ესე იგი ყველანი მორწმუნეები ვართ, ყველანი წამებულები ვართ ჩვენი სამშობლოსთვის. ღმერთმა დაგდოცოთ ბავშვებო და გისურვებთ მომავალ ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას. ამენ. ძალიან ცოტანი ჩვენი მამები და მათ შორის მამა ვასილი ძალიან განათლებული კაცები, ერში და სიბელეციაში ავარჩეულები და ძალიან მიხარია რომ მის ღვაწლს ჩვენი ახალგაზრდობა ასე აფასებს და დაინტერესებულია მათი ცხოვრებით. ჩვენ ხელისუფლების წარმოადგენს და მადლობა ეს რომ ასეთი საღამო შეერგა და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი მოღვაწე ბერი მამა ვასილი, რომელიც მეუღლის საქმეში მოღვაწეობდა და ეკლესიას მუდმივად ახსოვს ჩვენი მამები, უმეტეს მადლობა ვესწრებ ჩვენმა საზოგადოებმა, ჩვენმა ახალგაზრდებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა. წმინდა ილია ბართალი ამბობდა, რომ როცა ფიქრობდა თავისი ერის გადარჩენაზე და თუ რა მოიყვანა ეს პატარა ხანული, ის არის სარწმუნოები და ჩვენ წმინდა გვაერთიანებს, ქართლს, კათედრთან, იმერეთს, კათედრთან, ჩვენ წმინდა, ჩვენი მართლმადიდებლები. და ჭეშმარიტად იყოს ეს გაერთიანება თბილისის ასნაფოთის სკოლისა და ძალენჯიხის მეურნეობის სკოლის საწმინდად იმისა, რომ მართლმადიდებლობის ზეიმისა და აღორძინების. დიდება გმობს ყველაფრისათვის. მოგესალმებით. მე მინდა ნათქვამს დავამატო ერთი, ჩვენ განსაკუთრებით დღეს გვჭირდება ერთიანობა, გაერთიანება და გვჭირდება ისტორიის განსაკუთრებით კარგად სწავლა. იმიტომ რომ ისევ განსაცდელი გვაქვს. დიდი მადლობა ამ ღონისძიების ორგანიზატორებს. ასეთი ლამაზი დღის შუქებისათვის ფარადით უფალ. დიდი მადლობა. ძალენჯიხის მოსახლეობა მრევლი უდიდესი სიყვარულით ესალმება ჩვენს პატრიარქოს პატრიარქს ილია მეუღლის წმინდა სინოდს
ერმონაზმებს, ღირს მამებს თქვენ ჩვენო სტუმრებო და აღნიშნავთ, რომ დღევანდელი გამართლაც შედგა ჩვენ ამ საათახევრის განმავლობაში ალბათ შევიცვალეთ უკეთესობისკენ, რწმენისკენ და ასეთი შინაგანი ფერმიცვალების მოხდენა შეუძლია სწორედ ასეთი დიდი ღვაწლის მქონე ადამიანის ცხოვრების გადახედვას, გავლას, გააზრებას. ასეთი ადამიანის ცხოვრებას საოცარი ძალა აქვს, საოცარი მაგალითის და გავლენის ძალა აქვს ჩვენზე რიგით მოგზაურებზე და ჩვენს ფალწინ განსაცვიფრებელმა ცხოვრებამ გაიარა მამა ვასილისა. საერთოდ მეოცე საუკუნეში წმინდანების ცხოვრება, ეკლესიური პირების ცხოვრება არა მხოლოდ ეკლესიური ისტორია, ეს იყო ქართველობის სულიერება, შეწმენის გამოტარების ისტორია და ამას საოცარი წნეხის პირობებში სულიერი მამები ახერხებდნენ, აკეთებდნენ, იწვოდნენ ბოლომდე და მათი ცხოვრება იყო მთლიანად მარტვილის ცხოვრება და ამით ასოცირება შეიძლება მთლიანად ჩვენი ქვეყნის ბედთან. ამიტომ და საოცრად კარგია, რომ ეს თემა ბავშვებმა წამოწიეს. იმიტომ რომ ჩვენ ახლაც არა გვაქვს ადვილი და ახლაც წმენდაში გამტკიცებით უნდა გავუძლოთ და გადავლახოთ ეს უდიდესი წინააღმდეგობები. მადლობა სკოლას, დირექტორს, ბავშვებს, ორგანიზატორებს, მუნიციპალიტეტის გამგებელს, რესურსცენტრს, ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ ღონისძიების ჩამოყალიბებაში. უფალი პარაუდეს ჩვენ და სულ საქართველოს. მადლობა და გამოდენო მოგესალმებით. დღევანდელი დღე არის ერთი მაგალითი იმისა, რომ თუ როგორ უნდა იცხოვროს ქართველმა კაცმა და როგორ ისიც უნდა იაროს. დღევანდელი დღე ამ ბავშვებმა დაგვანახეს ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოების სიძლიერისა და განვითარების. მამა ვასილი პიროვნება, რომელმაც იმ პერიოდში, როცა ამის ხმა არცისე ადვილი იყო. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა საჯარო სკოლას, მის ხელმძღვანელობას და ყველა სტუმრებს დღევანდელი დღისთვის. მოდი ეს დღე იყოს ასეთი ჩვენი სულიერი ამაღლების, ძლიერებისა და განმტკიცების ღმერთი იყოს ჩვენთან.